აქვე მაყურებლებისთვის განმარტავ, რომ ფრაქციის შექმნისას მისი წევრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ანაზღაურებას და მომსახურებას იღებენ. ასევე ჰყავთ თითო წარმომადგენელი ბიუროში. ახლა კი რეპორტაჟი ხულოდან, სადაც უკვე მეორე დღეა მოსახლეობა სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს. ადგილობრივების განმარტებით მიზეზი მედიკოსების დაბალი და არასრულად გაცემული ანაზღაურებაა. საკითხის დარეგულირების მიზნით დღეს მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა და მედიაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც თან ახლდნენ. დეტალები სოფო შავაძის რეპორტაჟში. მცირე ანაზღაურების გამო ხულოს ექიმები პაციენტებს შესაბამის მომსახურებას ვერ უწევენ. უკმაყოფილებას გამოთქვამენ პაციენტები და მედპერსონალი. ექიმები მწირ ანაზღაურებას უჩივიან, ხოლო პაციენტები მომსახურების ხარისხს. ადგილობრივების თქმით, ექიმები სამუშაო საათებში ადგილზე არ იმყოფებიან, რის გამოც საავადმყოფოში მისვლა ხშირად უწევთ. ორი დღეს უკვე მოვიყვანე ბავშვი საავადმყოფოში, არ მიიღეს. გაფიცულები ვართო. დღესაც მომამთილი ამოვიყვანე, ძალიან მძიმე მდგომარეობა მომამთილისა. და მეუბნებიან, რომ ვერ იმასვისამთ, ვერ მივიღებთო, ჩვენ გავიფიცევითო, სანამ ხელფასებს არ დავიმატებენო და პაციენტი თუ ისეთიაო, წაიყვანეთ ბათუმში. გუშინდა დღეს დავდივარ რეგისტრაციაში, ვერ გავედი, რომ ექიმთან მივაღწიო. იმის გამო, რომ გაფიცულები არიან მედიცინის მუშაკები და არღებულობენ პაციენტებს. სოფელ ხორჯომში მცხოვრები ჟუჟუნა შავაძე, რომელიც საავადმყოფოდან 9 კილომეტრში ცხოვრობს, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ნათესავთან ერთად მივიდა. ფეხმძიმე ქალბატონის დედამთილი აცხადებს, რომ მის რძალი ექიმებმა არც ამჯერად მიიღეს. აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში ერთი თვის წინაც იმყოფებოდა და ექიმებს დახმარება არც მაშინ აღმოუჩენიათ. დღეს მოვიყვანე ორსული ქალი. საავადმყოფოში გაფიცვა არის, მიღება არ ალიოსო. სადგინძაც ისეწე იყვანეთ, გინ დაგველოდებით, როდესაც მოგხედვენ ჩვენ. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების დაგვიანებით მიღება შეუსაბამო ანაზღაურებით არის გამოწვეული. მათი მტკიცებით დარიცხული ხელფასების ნაწილი არ შეესაბამება მათ მიერ გამომუშავებულ თანხას, რის გამოც ბანკში ხშირად მისვლა უწევთ. ძირითადში არის დაბალი ხელფასები, მუშაობა გვიხდება ღამის საათებში და არ არის შესაბამისი ანაზღაურება. და ანაზღაურების დროსაც გასარკვევია ბევრი რაღაცეები. ხან ჩამორიცხავენ მთლიანად, ხან არ ჩამორიცხავენ და არის ესეთი გაურკვეველი ვითარება. მაცნესთან საუბარში საავადმყოფოს მთავარი მენეჯერი ექიმების დაბალ ანაზღაურებას არ უარყოფს, თუმცა პაციენტების განცხადებას არ ეთანხმება. რუსლან აბულაძის განმარტებით დაბალი ანაზღაურების მიუხედავად ექიმები სამუშაო დროს ყოველთვის ადგილზე იმყოფებიან. ზოგიერთ თვეებში არის ნაკლები გამოდით ანაზღაურება, ზოგიერთ თვეებში როცა იქნება განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და თვითონ როცა ნაკლებია, შესაბამისად შემოსავალის და ხელფასის ხდება ნაკლები. რაც შეეხება დღეს მდგომარეობით საავადმყოფო სამუშაო რიტმში. სამინისტროს სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის უფროსი ექიმებსა და კომპანია ალდაკ შორის სახელფასო ხელშეკრულების დარღვევაზე საუბრობს. მან ექიმებს სასამართლოში მისვლა ურჩია. მათ წინათვის ხელფასი სულად ვერ მიუღიათ და შესაბამისი კომუნიკაციებით საზღვაო კომპანია ალდაკი მზადაა მათ გაუსწოროთ ეს სავალიანებები. მათ ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული ალდაკთან და ეს ხელშეკრულები თუ ირღვევა, მათ შეუძლიათ მიმართოს სასამართლოს. საავადმყოფოს ექიმებს ხულოს საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. არც შეხვედრის და არც რიგში მდგომი პაციენტების გადაღების საშუალება მაცნეს არ მიეცა.